ამანქანაზე ახლა აყენია ჯამში 200 მეტრი და ეს LED ნატურა. ორ ნაწილად არის 100 მეტრიანი და 100 მეტრიანი. ერთი მანქანის ერთ მხარეზეა და ჩიტოკზე მეორე მხარეზე. ხო და ორი დღის წინ დამემართა ეგეთი რაღაც. სადღაცა ეს გაწყდა და ეს თუ მთლიანად არ იკურება წრედი. არ იმუშავებს, ჩამქრალი იქნება. და აქეთ მხარეს გაწყვეტილს ვერ უპოულობ. რა წარმოდგენა არ ვიცი რა ხდება. წარმოდგენა არ მაქვს. აქედან ირთვება რელეზე მიყენია, აქედან ირთვება წესით განათება. მაგრამ ეხლა რასაც ჩვება. არ ვიცი ვიდეოში თუ ჩანს. ძალიან პატარათი ანათებს. ძალიან პატარათი. ეს არის ის მხარე, რომელიც გაწყვეტილია. ეხლა ამას რო გადავაბო, ეს უნდა აინდოს წესით. მაგრამ მეორე მხარე ვაფშე არ მუშაობს. ანუ ეს ნაწილი არც კი ბჟუტავს. და ეხლა პირველ რიგში ჩავიხედოთ კაპოტში რა ხდება. ეს ვაფშე გამომძვრალია. ეს ძალიან კაი ნიშანია. ვინაიდან ეს ესეა. ნიშნავს რომ თლად არ გვაქვს საქმე. ეხლა მეორე რომელიც გაწყვეტილია ის გამოვაძრე და იმის გადაბმას გავაკეთებ ახლა. თავარია გადაბმა გამომივიდეს და არ დავაზიანო. იმიტომ რომ ცოტა რთულადაა აქ საქმე. ეს ნატურა უნდა მოვაჭროთ. ნახონ ის ნატურა. მოკლედ ძალიან ცივა. მინუსებში არის ახლა ტემპერატურა აქ. მე პატარა მირთმაზეც ამიტომ რეაგირებ ესე გაყინული მაქვს ხელები. ეს განათება დავიყენოთ. და ცოტა დებილურად გიგამაჩნდება, მაგრამ დღის ისედაც დებილურად ჩანს ამ სკოჩების და რაღაცების გამო. ასე რომ ეგ ნაწილი არ მაინტერესებს, თავარია ღამე იყოს ლამაზი. და ამის ფონზე ალბათ ხვდებით, რომ ისედაც ლამაზი არის. მთლიანი მანქანა რო აინთება. ეგ ვაფშე სხვა არის. თავარია ეს არ გავაფუჭო ახლა. ზოგადად ეგეთ პატარა რაღაცეებში ცოტა მოუხერხებელი ვარ. მართალია რამოდენიმე დრონი მაქვს. რამოდენიმე გადამწვარი დრონის მერი აწყობილი, მაგრამ დედაცვა ტირაშენი. მოკლედ ძალას ვერ ვზომავ. ცივა ძალიან. რო არ ციოდეს კიდე პასუხის ფუშენი. კაი რაც არის. რაღაცას მაინც გამოვიყვან. იქ ვაფშე ისეთ ადგილას გაცვდა, სადაც არც კი მინდოდა ამის გაცვლა. თავარია აქეთაც არ გავაფუჭო, ახლა იგივე სისულელით. ეგარი. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, თავარია ახლა თანმიმდევრობა არ ამერიოს, რომელი კაბელი სად უნდა შეუერთდეს. ამიტომ თავის დაზღვევისთვის ამას მოხსნე. და აი ეს არის. ახლა არის ზუსტად
ეს ნაწავიდეს აქ. კარგად გადავახვიოთ. შუა წავა, შუასთან. ეს კარგად გადავახვიოთ რა. აქ ქარი უღერავს ძალიან. და აი სალონშიც კი შემოდის ხმაური. რაკარუკის. და ისე უნდა ვქნათ, რომ მოძრაობამ და ქარით ფორთხიალმა ის არ დაშალოს, არ გახსნას ისა. და ესე გავაკეთეთ. ეხლა მინდა სატესტოდ ამ ბოლოს არ შევკრავ. დავდოთ. შევაერთეთ და მინდა გაჩვენოთ რა იცვლება. როცა გაწყვეტილია. როგორ მოქმედებს უпроსტად გაწყვეტილია. ავიც თუ ხედავთ ნახე რა პატარაზე ანათებს აქ. ეხლა ჩვენ ამას რო გადავადებთ. შეიგრა წრე და ანთ. არა. აქაც პრობლემა გვაქვს ამ პატარა ოთხკუთხედში. ეგ არაფერი არასაც გამოვასწორებ. პირველ რიგში ეს გავაკეთოთ. აუწმუნდეთ რომ ეს ყოველ შემთხვევაში გარედან არაფერს არ შეეხება. და ცოტა ხნით ისე დავაბრუნოთ. აი სათყოფილა გაფუჭებული აქაც. აქ ახლა გადაჭრა მოგვიწევს ჩვენს და ჯერ გავარკვიოთ. აი სად არის გაწყვეტილი. დებილი აწოლებს ამ სიცილეში. ყოველ შემთხვევაში გავთიშოთ ისო და ზუსტად იგივე პროცესი უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენაკაც. ამას მოვჭრე, ვეცდები რომ ეს მაინც გავაკეთო ლამაზად. კაი ჯანდავას ის ვერ გავაკეთე. შეიძლება ერთი ცალი გავაკეთო. ვერ ვიტანა აი ამ კაბელების გათლებს და სკავს რაღაცებს, იმიტომ რომ ყოველთვის საშინლად ვაკეთებ. გათლილ კაბელზე მიმიშვი. ასიმეტრიას განათება ღირდა $36. მეთქი რა მაგარია, რა იაფია, გენაცვალეთ შინურ საწარმოებს თქო და თორმე რატო ღირს შარშანაც ეს განათება გამოვიყენა და ფუშენი აი გავაფუჭე. აშკარად ერთჯერადია ეს განათებები. ერთხელ რომ გამოიყენებ, მოხსნა გადააგდო, თუნდაც მუშაობდეს, აზრი არ აქვს მეორე რამის გამოყენებას. იმიტომ რომ ესეთი რაღაც დებილობა დაგემართება და ეხლა წარმოიდგინე მანქანაკავს განათებული. ეგ ხალხის ემოციებით შენც кайფობ, გიხარია, ხელს გიქნევენ ისა და და ჩაქრა. დებილობა მაგარი. ფუშენი დედავატირა. გუშინ წინ დავემართა ზუსტად ეგეთი რაღაც. კლიენტთან სახლში მუშაობდი. რო შევედი ყველაფერი ჩვეულებრივად იყო და გამოსვლისას ნახე რომ
მაგის ოჯახის წევრებს გავუკეთებიათ Home Depot-ში ნაყიდი რაღაც გასაბერი თოვლის ბაბუა და რაღაცები ქონდათ ეზოში დადგმული. ძალიან დიდები ერთ 3-4 მეტრიანი. და კიდე მოთხარი რა რეპლიკა გავაკეთე რა მეთქი რა მაგარია ქრისტმასისთვის ემზადებით თქო და ცირე საუბრის მერე უთხარი კითხე ჩემი მანქანას თუ დავაკვირდა. რა თქმა უნდა ჩამქრალი იყო ჩემი მანქანა სანამეში გიქშობთ. ამითხრა რომ არა მეთქი წამოგაჩვენა. გაჩვენო რა მანქანა მყავს თქო და მივედი გადავქოქე. ჩავრთე განათქება და ჩემი ფეხები არა ინდო. აი ესეთი შერცხვენილი წამოვედი მეთქი. კეფიცები ინთოება თქო. კეფიცები ლამაზია თქო დამიჯერა თქო. დებილივით გამოვტრიალდი უკან. და ეგეთი რაღაცა რა. მაგის დასაზღვევად ჯობია მეორე წელსაც $1.36 გადაიხადა ჩემი აზრით. ისოდე რა კაი გაქვს, მაგრამ გვიან მივხვდი. ახლა ეს უკვე დაყენებული მაქვს. მე ამ 200 მეტრის მომხსნელი და ახლიდან სხვა განათლების დამყენებელი არა ვარ, იმიტომ რომ 10 საათზე მეტი მოვანდომე. ამის გაკეთებას თავის დროზე. მე 10 საათი ახლიდან აღარ ვიმუშავებ. შანსი არ არის პროსტა. ამიტომ წელს გავატანინებ ეგრე. და მომავალ წელს ვაფშე ბევრად სხვანაირი იდეა მაქვს. მომავალ წელს რაც მექნება, ის იმასთან შედარებით იქნება მოსაწყენი. გონი ესეც გავაკეთეთ. დავსვათ თავის ადგილას. ახლა მას გაწმენდა უნდა და გაწმენდილზე მიეკრობა ეს კოჩი. კარგად. ისე აზრობის დიდი შანსია, მაგრამ კიდე განმეორდები ყინავს აქ. და მაგრამ კიდია ეხლა თუ არ საძროება. კაი, საბოლოო ტესტი ესე იგი. მაგარია. მაგარია, ხო? მე ძალიან მომწონს. მე ძალიან მომწონს, ძალიან ბედნიერი ვარ. იმითაც ძალიან ბედნიერი ვარ. პატარა ბავშვები გზაზე რო ხელს მიქნევენ, იმათაც რო უხარიათ. ბედნიერეს ხდის ეგ ყველაფერი. ხალხი მოდით ფოტოებს იღებს ჩემ მანქანასთან. ასწორებს. ეს გულა. გამარჯობა. Hello.